სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება იწყება და მთავრობა მოქალაქეებს მაქსიმალური გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ დახმარება მხოლოდ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებამდე მივიდეს. შეუსაბამობა და არარეალური მონაცემი კი წლების განმავლობაში, როგორც აღმოჩნდა, ბევრი დაგროვდა. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი კანონმდებლებსაც შეხვდა. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი. ერთ-ერთ მოუწყებამ გადაამოწმა შემთხვევით შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 59-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ანალიზმა აჩვენა, რომ ბაზაში ათასობით მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც შემოსავლები და სოციალური სტატუსი თანხვედრაში არ არის. გამოიკვეთა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს ბოლო თვეებში ათეულობით 1000 ლარი აქვთ მიღებული. შეძენილი აქვთ ძვირადღირებული ავტომანქანები და ერიცხებათ ასეულობით 1000 ლარის ოდენობის საბანკო სესხი. რეესტრში დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეთა სიმრავლე რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. მათ შორის 10 წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც შემწეობის მიღების ქულები გაიზარდა. ასევე COVID პანდემიის შემდეგ დაწესებულმა მორატორიუმმა, როდესაც ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ხდებოდა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კი უფრო გაიზარდა. პოლიტიკურად არის საკმაოდ მკვნეული და ალბათ ამის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში თავშეკავებული პოზიცია იყო ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი ასეთ პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ, COVID-ის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. გადამოწდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ბუნებრივია ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომელსაც რეალურად ესაჭიროებათ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 400.000-მდე ოჯახი. წევრთა რაოდენობა კი 710.000 აღწევს. რეალურად ქვეყანა სიღარიბეს ძლევს, სოციალურ შემწეობათა რაოდენობა კი ანომალიურად იზრდება. სწორედ ამიტომ პირველ რიგში ის ოჯახები გადამოწმდება, რომელთა შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის პირობებს არ აკმაყოფილებენ. სოციალური დახმარების სისტემის მთავარი პრინციპი მიზნობრიობაა. დახმარება მიიღონ მხოლოდ იმ მოქალაქეებმა, ვისაც ეს რეალურად ეკუთვნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ სახელმწიფოს რესურსები ამ მიმართულებით სოციალური შემწეობისთვის გათვალისწინებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს რას? რომ თითოეული თეთრი გამოყოფილი მთლიანად ხმარდებოდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საკანონმდებლო ორგანო. დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი მხრიდან მკაცრი ზედამხედველობა გატარდება, რომ სოციალური ბაზა უფრო ადეკვატური და სამართლიანი გახდეს. ზედამხედველობა იქნება ძალიან მკაცრი ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე თვეში ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ, საჭირო, ჩვენ ქვეყანაზე ორიენტირებულ სოციალურ ბაზას. ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ უნდა იყოს ერთი მხრივ გამართული ბაზა, გამართული მეთოდოლოგიით უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა თითოეული ადამიანის სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს პირდება, რომ პროცესი ხანგრძლივი და მკაცრი იქნება. უწყება მოუწოდებს ყველას, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესი ეხება, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისაგან.